თან გაძევებული ლელო. შეურაცხყოფელი შეძახილები და ფიზიკური დაპირისპირება. მინდა თქვა აქაც, რომ გაასწორონ ფოკუსი, გაიხსენონ ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. როდესაც ის უღალატებს მთავარ ბრძოლას, უნდა იცოდეს, რომ მას მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. ბარიერ გადალახულებს შორის გაჩენილი ბარიერი. როგორც აღმოჩნდა, ამ ადამიანებს, რომლებიც აქციებში იღებენ მონაწილეობას, ტოპ-20 არ ხსნათ. შუღლის ჩამოგდება, რომელიც გარედან დაფინანსებულია. უბრუნდებათ ხოლმე ბუმერანგივით. ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ჩანაწერები. კიდევ ერთი მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში. ნივთგისების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ბოლო 24 საათში აყვანილია 43 პირი. ტრაგიკომიკური კინოს ქართველი ლეგენდა. ბოლო მოჰიკანი წავიდა ქართული კინოდან. დიდი პიროვნება და დიდი ხელოვანი იყო. ელდარ შენგელაიას ბოლო გზა. ელდარს კონდეს უდიდესი სიყვარული ადამიანის მიერ და ეს ჩასვის საიმედო ფილმებში. კინემატოგრაფიული დინასტიის შთამომავალი დიდუბის პანთეონში. ძმასთან და მშობლებთან დაკრძალეს. სანამ არსებობს სამყაროებს იქნება ბატონ ელდარის სურვილი ფრენის. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე დღეს 7 აგვისტოა გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. თბილისის 25 მაჟორიტარი ვინიყრისკენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიიდან გვარები რამდენიმე წუთში დასახელდება. ამ წუთებში ქართული ოცნების ოფისში საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა იწყება. ვინ იქნება სიაში კახა კალაძესთან ერთად, რომელიც უკვე მესამედ იყრისკენს თბილისის მერის პოსტზე. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხვდავთ ღონისძიებას, რომელზეც ცნობილი უნდა გახდეს, ვის თავაზობს ასარჩევად თბილისის მოსახლეობას ქართული ოცნება. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მივესალმები დედაქალაქის მერს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მივესალმები პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარლამენტარებს და მინისტრებს, თბილისის საკრებულოს და თბილისის მთავრობის წევრებს, მივესალმები ჩვენი ღონისძიების ღრმად პატივცემულ სტუმრებს, მივესალმები ჩვენი პარტიის წევრებს, ჩვენი პარტიის ხარდამჭერებს, მივესალმები საზოგადოებას, ჩვენს თანამოქალაქეებს. როგორც მოგეხსენება, ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავხსენით საარჩევნო კამპანია და წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე. მინდა კახა კალაძეს კიდევ ერთხელ უსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან ჭირდება თბილისს და მის განვითარება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. წარმატებები კახა კალაძეს. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ დღეს თბილისი არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო გამწვანებული, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ეს არის პირველ რიგში კახა კალაძის დამსახურება, რომელსაც ამ შემთხვევაში, როგორც რიგითმა თბილისელმა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის მთავრობის წევრებს და თბილისის მერის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღურად ზრუნავენ ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე და თბილისის განვითარებაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო თბილისის საკრებულო. საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და შესაბამისად ისინი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ პრობლემების მერიამდე მიტანაში და ამ პრობლემების გადაჭრის უზრუნველყოფაში. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს თითოეულ წევრს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ თბილისის განვითარებაში გასული 4 წლის განმავლობაში შეიტანეს.
დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან სწორედ ახლა გახდება ცნობილი ჩვენი გუნდის იმ წევრების, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა, რომლებაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ. მინდა წარმატებები უსურვო თითოეულ მათგანს, დარწმუნებულია, რომ თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს და თბილისის საკრებულოში საკუთარ წარმომადგენლობას ანდობს. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ეს არის ჩვენი ამოცანა. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. 4 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი თბილისი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. მეგობრებო, ახლა კი მინდა სცენაზე ვთხოვო ჩვენი პარტიის გენერალურ მდივანს, დედაქალაქის მერს და ჩვენი დედაქალაქის მერობის კანდიდატს ბატონ კახაკალაცის. საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალო პაპუაშვილს, უმრავლესობის ლიდერს ბატონ მამუკა მდინარაძეს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, დედაქალაქის საკრებულოს წევრებს. დღევანდელ საღამოს ესწრება კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ყველას პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ დღეს შეკრებისთვის, მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ჩემს თბილისს და თბილისელებს. მე როგორც პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი და ამავდროულად დედაქალაქის მოქმედი მერი, კარგად ვაცნობიერებ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დამაკისრა. ემსახურო თბილისს ნიშნავს ემსახურო ქალაქს, რომელიც ქართული კულტურის, მისი ისტორიის, რელიგიის ცენტრია. თბილისი ქართული ინდეტობის სარკეა. აქ ყალიბდებოდა და ყალიბდება ის იდეები და ფასეულობები, რომლებიც განსაზღვრავს თუ ვინ ვართ ჩვენ, ქართველები. თბილისი იყო და რჩება საქართველოს ისტორიული მისიის სიმბოლოდ. ამასთან ერთად, სწორედ ამ მისიიდან გამომდინარე, თბილისის განვითარებას ყოველთვის თან ახლდა და ახლავს მრავალი სირთულე, წინაღობა და გამოწვევა, რომელთა დაძლევა მუდმივ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს. 8 წლის წინ, როდესაც დედაქალაქის მართვაზე პასუხისმგებლობის ასაღებად ვემზადებოდი, ჩემს გუნდთან ერთად მქონდა არა მხოლოდ ამბიციური მიზნები თბილისის გარდასაქმნელად და ასაღორძინებლად, არამედ კვლევაზე დაფუძნებული კონკრეტული გეგმა და ხედვაც ამ მისიის შესასრულებლად. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ პრობლემები და გამოწვევები იმაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ველოდით. არ არსებობდა სატრანსპორტო თუ ურბანული დაგეგმვის დოკუმენტი. ქაოტური განვითარებით გამოწვეული პრობლემები უდიდეს საფრთხეს უქმნიდა თბილისს. უმძიმეს მდგომარეობაში იყო ქალაქის ინფრასტრუქტურა. აღსადგენი იყო პარკები და სკვერები, სპორტული მოედნები. აღარ ჩამოთვლი ყველა იმ პრობლემას, რომელიც 8 წლის წინანდელ სინამდვილეს ასახავდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პირველივე დღეებიდან დავიწყეთ, ეს იყო საუბარი მოსახლეობასთან. ყოველდღიური შეხვედრები თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში მცხოვრებ ადამიანთან. მათი პრობლემების გაცნობა. გაცნობა ყველა იმ გამოწვევის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეხებოდა. ცხადია, ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვით თბილისის საკრებულოს მაჟორიტარებს. სწორედ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარები არიან ის ადამიანები, რომლებსაც თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის პრობლემა მოაქვთ ჩვენამდე და ერთად ვიწყებთ ზომების მიღებას მათ გადასაჭრელად. საკრებულოს მაჟორიტარები იქცნენ გულშემატკივრებად
მეგობრებად, ახლობლებად თბილისელებისთვის. მე ხშირად მომისმენია მაგალითად იგივე რევას სოხაძის შემთხვევაში, როგორ ხუმრობდნენ ვარკეთილელები თავიანთ მაჟორიტარზე. სახში ნატურის შესასვლელადაც კი რეზის ურეკავთო. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს და მთლიანად საკრებულოს ძალისხმევისთვის, რაც მათ გასული წლების განმავლობაში გასცინეს. მათი დამსახურებაა, რომ დღეს თბილისის მაჯაზე გვიდევს ხელი და ზუსტად ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქალაქს და თანაქალაქელებს. დიდია მათი წვლილი იმაში, რომ გვაქვს მოსახლეობის ძალიან დიდი ნდობა და მხარდაჭერა, რაც გვაძლევს სტიმულს მეტი გავაკეთოთ თითეული უბნისთვის და თბილისის ღირსეული მომავლისთვის. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ეს ნიშნავს უფრო მეტ რეკრეაციულ სივრცეს თბილისში, მეტად განახლებულ უბნებს, რეაბილიტირებული ქუჩებით, სკვერებით და პარკებით, მეტ ახალ საბავშვო ბაღს, მეტ ინფრასტრუქტურას, მეტად ხელმისაწვდომ სერვისებს, თბილისელების კეთილდღეობისთვის ბევრად მეტ პროგრამას, ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის თუ სხვა მიმართულებით. ამ ყველაფერს კი სჭირდება თბილისის გულშემატკივარი პროფესიონალების ძლიერი გუნდი ქალაქის საკრებულოში. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატები, რომელთა დიდ ნაწილს უკვე კარგად იცნობთ, ნაწილი კი ახალი სახეებია. დავიწყოთ. თაწმინდის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ ბატონი ზურაბ აბაშიძე. თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე. ზურა მრავალი წელი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო სამსახურში და პოლიტიკურ საქმიანობაში. აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, არის პრინციპული, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანი. მისი სახით თაწმინდის რაიონს ეყოლება პროფესიონალი, გამოცდილი მაჟორიტარი. ასევე არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ზურა არის მრავალშვილიანი მამა. 5 შვილს უზრდის ჩვენ სამშობლოს. ვაკის რაიონში ორი კანდიდატი გვყავს. ალექსანდრე ასათიანი, რომელიც იქნება წარმოდგენილი ცენტრალურ ვაკეში. ალექსანდრე გახლავთ საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, წლებია წარმატებით საქმიანობს კერძო სექტორში. იგი არის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი, ვფიქრობ, სანდროს გამოცდილება და შემართება ძალიან წაადგება თბილის და კონკრეტულად ვაკის რაიონს. მეორე კანდიდატი გახლავთ ბექა გელენავა, რომელიც საბურთალოს მხარეს, ანუ ზედა ვაკეში იქნება წარმოდგენილი. ბექა გახლავთ ფინანსისტი, მარკეტოლოგი, აქვს საბანკო სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. არის წარმატებული პროფესიონალი კადრი, რომელიც მზად არის ჩაერთოს თბილისის განვითარებაში და იზრუნოს ვაკის რაიონის მოსახლეობის საჭიროებებზე, იყოს მათი ხმა დედაქალაქის საკრებულოში. საბურთალოს რაიონში საკრებულოს წევრობის 3 კანდიდატი გვყავს. ბექა მიქაუტაძე, რომელიც წარმოდგენილი იქნება ვეძისი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგ, გოთუას ოლქებში. ბექა თავად ბირძველი საბურთალოელია, იგი 4 წელი იყო საბურთალოს რაიონის გამგებელი და საფუძვლიანად იცის ყველა საკითხი, რაც საბურთალოს რაიონს უკავშირდება. ბექას აქვს მუნიციპალიტეტში მუშაობის უდიდესი გამოცდილება, იგი იყო გლდანის რაიონის გამგებელი, ამჟამად არის კრწანისის რაიონის გამგებელი. ბექა ყოველთვის იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას. ის აფხაზეთის ომის ვეტერანია და დღეს იბრძვის მშვიდობისთვის და მეტი სიკეთისთვის. შემდეგი კანდიდატი არჩილ ნიჟარაძე, რომელიც წარმოდგენილი იქნება კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქში. კიდევ ერთი ახალი სახე იქნება საკრებულოში. მას აქვს საბანკო და კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. არჩილის სახით საქმიანი, მოტივირებული მოქალაქეების ინტერესების გამტარებელი ადამიანი ეყოლება დოლიძე, ხილიანის ოლქში საბურთალოს მოსახლეობას და მინდა წარმატებები უსურვო მას.
შემდეგი კანდიდატი გახლავთ შალვა პერანიძე, რომელიც იქნება წარმოდგენილი დიდი დიღომი ვაშლი ჯვარის სოფელი დიღომის ოლქში. საბურთალოები მას კარგად იცნობენ, რადგან წლებია ხელმძღვანელობს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობას და უშუალო კავშირი აქვს მოსახლეობასთან. იცნობს მათ საჭიროებებს. შალვას აქვს სურვილი დიდი დიღმის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები შემოიტანოს საკრებულოში და ჩაერთოს მის კონკრეტულ განხორციელებაში. კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ ლევან ჯაფარიძე. კრწანისზე და კრწანისელებზე უზომოდ შეყვარებული კაცი, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა თუ რას ნიშნავს იყო მაჟორიტარი. ლევანი ყოველთვის მზად არის მოусმინოს მოსახლეობას, გაატაროს მათი ინტერესები საკრებულოსა და მერიაში. ლევან ჯაფარიძემ კრწანისელებს ასევე კარგად დაამახსოვრა საკუთარი თავი როგორც რაიონის გამგებელი. წარმატებებს უსურვებ მას. ისნის რაიონში საკრებულოს წევრობის 3 მაჟორიტარი კანდიდატი გვეყოლება. კახაბერ ლაბუჩიძე, რომელიც წარმოდგენილი იქნებაავლაბრის ოლქში. ვფიქრობ, მას მისანში ისნის რაიონში წარდგენა არ ჭირდება, რადგან ყველა კარგად იცნობს როგორც ყოფილ გამგებელს და მოქმედ მაჟორიტარს. კახას აქვს მუნიციპალიტეტში მუშაობის დიდი გამოცდილება, იცის ისნის რაიონის თითეული კორპუსის საჭიროება, ამჟამად კახა არის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, სადაც მისი ინიციატივით თბილისელებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი გადაიჭრა. მინდა წარმატებები უსურვო მას. შემდეგი კანდიდატი ვაზისუბნის ოლქში გახლავთ ბექა მენთეშაშვილი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ახალგაზრდა წევრი, ქართული ოცნების თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ბექა ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომელია და სრულად არის ჩართული ყველა პროცესში, რომელიც ამ რაიონის განვითარებას უკავშირდება. ბექას სახით ვაზისუბნის მოსახლეობას ეყოლება ნამდვილი გულშემატკივარი და მხარდაჭერი. წარმატებები მინდა უსურვო მას. შემდეგი კანდიდატი ნავთლუხის ოლქში გახლავთ დავით ხაბეიშვილი, ისნის რაიონის გამგებელი. ისნელების დიდი გულშემატკივარი და რა თქმა უნდა დიდი მეგობარი. დავითი არის პროფესიონალი კადრი, მას გააჩნია ამბიცია ჩაერთოს საკრებულოს საქმიანობაში და ბევრი სასიკეთო ცვლილება მოუტანოს თბილისს. დარწმუნებული ვარ, მას ექნება მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა და თანადგობა. გაგაცნობთ სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს. გიორგი დოხტურიშვილი, რომელიც იქნება წარმოდგენილი მასივის ოლქში. სამგორელებისთვის კარგად ნაცნობი ყოფილი მაჟორიტარი ადამიანი, რომელიც მუდამ ხაზზე იყო მოსახლეობასთან და არაერთი საკითხის გადაჭრაში მიუძღვის წვლილი. გიორგის აქვს თბილისის საკრებულოსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება. ის იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული. მანამდე კი საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე. დარწმუნებული ვარ, სამგორელები კვლავ გამოუცხადებთ ნდობას გიორგის. შემდეგი კანდიდატი ქვემო სამგორის ოლქში გახლავთ ზაქარია ციკლაური. სამგორელებისთვის ასევე კარგად ნაცნობი ადამიანი, რომელიც დაიბადა და ცხოვრობს სამგორში. ზაქრო კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მოწვეულ ლექტორად. აქვს სამუშაო გამოცდილება თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტში. მინდა მას წარმატებები და გამარჯვება უსურვო. ვარკეთილის ოლქში წარმოდგენილი იქნება ვაჟა კოკაიას კანდიდატურა. ახალგაზრდა, ენერგიული კაცი, ქართული ოცნების სამგორის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ადგილობრივი ახალგაზრდების მხარდამჭერი და გულშემატკივარი. ვაჟა საზოგადოებრივად აქტიური ადამიანია, არაერთ ახალგაზრდულ ფორუმსა და ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი ახალგაზრდული ენერგია და შემართება სჭირდება სამგორს. წარმატებებს უსურვებ მას. ლილო ორხევის ოლქში ჩვენი კანდიდატი გახლავთ მამუკა ხაბარელი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იქნება ლილოს დასახლების ინტერესების დამცველი საკრებულოში. მამუკა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური დელეგაციის მისიის ხელმძღვანელი იყო არაერთ ოლიმპიურ თამაშებზე.
საქართველოს სახელი და ღირსება მისთვის უპირველესია და ქვეყნის ინტერესებს დაიცავს ის საკრებულოშიც. მინდა წარმატებები და გამარჯვებები უსურვო მას. ჩუღურეთის რაიონში საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად წარმოადგენს ზურაბ ჩიკვილაძეს. აფხაზეთის ომის ვეტერანი, დიპლომატი, ადამიანი, რომელიც წლებია თავდაუზოგავად ემსახურება ქვეყანას და თბილისს. მას კარგად იცნობს ყველა ჩუღურეთელი. 7 წლის მანძილზე იყო ჩუღურეთის რაიონის გამგებელი. ამჟამად ზურა არის თბილისის საკრებულოს წევრი, სადაც ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას. ზურას გამოცდილება მისი პროფესიონალიზმი გვაძლევს სრულ გარანტიას იმისა, რომ ჩუღურეთს ეყოლება ღირსეული მაჟორიტარი საკრებულოში. დიდუბის რაიონში მაჟორიტარობის 2 კანდიდატი გვყავს. დიდუბის ოლქში წარმოდგენილი იქნება გივი ჩხარტიშვილი. ასევე კარგად ნაცნობი სახე დიდუბელებისათვის, რომელიც არაერთი წელია ამ რაიონის პრობლემებით, სიახლეებით და სამომავლო გეგმებით ცხოვრობს. ბოლო 4 წელია გივის საკრებულოში დიდუბის რაიონის მაჟორიტარია, მანამდე კი ამავე რაიონის გამგეობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას. მინდა მას წარმატებები და გამარჯვებები უსურვო. დიღმის ოლქში წარმოგიდგენთ შოთა ქევხიშვილის კანდიდატურას. ახალგაზრდა ენერგიული ადამიანი, იგი წლებია ჩართულია მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული და სპორტული ცენტრების განვითარების პროცესში, ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ფიქრობ, მისი ჩართულობა თბილისის საკრებულოს მუშაობაში იქნება წარმატებული და სარგებლის მომტანი პირველ რიგში დიდუბელებისათვის. ნაძალადების რაიონში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში გვეყოლება მაჟორიტარობის 4 კანდიდატი. ზღვის უბნის ოლქში წარმოგიდგენთ ირაკლი ბენდელიანის კანდიდატურას. კვალიფიციური ფინანსისტი, ეკონომისტი. მას აქვს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მუშაობის ფართო გამოცდილება. არის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში და ის დაიცავს თემქის დასახლებაში მცხოვრებთა ინტერესებს საკრებულოში. წარმატებები მინდა უსურვო ირაკლს. ნაძალადების ოლქში ჩვენი კანდიდატი გახლავთ შალვა მაისურაძე, რომელსაც აქვს თბილისის მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში მუშაობის კარგი გამოცდილება. ის არის თბილისის მერიის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი. შალვა პარალიმპიური კომიტეტის თანადამფუძნებელია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი პარასპორტის განვითარებაში. შალვა გახლავთ 4 შვილის მამა და კარგი ქართველი. წარმატებებს უსურვებ მას. ძველი ნაძალადევი ლოტკინის ოლქში ჩვენი კანდიდატურა გახლავთ დავით ჭელიძე, ნაძალადევის მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი, ყოფილი მაჟორიტარი საკრებულოში. მას აქვს ასევე მუნიციპალიტეტსა და სახელმწიფო უწყებებში მუშაობის კარგი გამოცდილება. დავითის სახით ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებლებს ეყოლებათ გულითადი მხარდამჭერი საკრებულოში. შემდეგი კანდიდატურა სანზონის ოლქში მინდა წარმოგიდგინოთ ვალერიან პაპუაშვილი, რომელიც წლებია მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტში. ამჟამად არის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სანზონის საუბნო განყოფილების უფროსი, სწორედ ის იქნება სანზონელების ხმა საკრებულოში. მათი ინტერესების დამცველი და გამტარებელი. წარმატებებს უსურვებ ვალერიანს. გლდანის რაიონის მოსახლეობას წარუდგენთ მაჟორიტარობის 4 კანდიდატს. დავიწყებ ბატონი შალვა ოგბაიძით, რომელიც წარმოდგენილი იქნება ავჭალის ოლქში, რომელიც გლდანელებისთვის, განსაკუთრებით კი ავჭალის დასახლებაში ცხოვრებთათვის კარგად ნაცნობი პიროვნებაა. ჩემთან ყოველი მისი შეხვედრა იწყება და მთავრდება სწორედ ამ დასახლების პრობლემების განხილვით და გადაჭრის გზების ძიებით. შალვა თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. წარმატებები მინდა უსურვო მას და ცხადია გამარჯვება. მუხიანის ოლქში წარმოდგენილი იქნება
ცოტნე ჩიქვინიძის კანდიდატურა. იურისტი, იურიდიული მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. მას ასევე აქვს საგადასახადო საქმის წარმოების ძალიან დიდი გამოცდილება. არის საქმის ერთგული, პრინციპული ადამიანი. მისი სახით მუხიანის დასახლებას ეყოლება მათ გვერდით მდგომი, კვალიფიციური მაჟორიტარი ადამიანი. მინდა წარმატებები და გამარჯვებები უსურვო მას. შემდეგი კანდიდატურა გლდანის რაიონში გახლავთ მიხეილ რეხვიაშვილი, რომელიც ლუცი მიკრორაიონის ოლქში იქნება წარმოდგენილი. თბილისის საკრებულოში მუშაობის ფართო გამოცდილებით მიხეილი პროფესიით იურისტია, ამჟამად ხელმძღვანელობს საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აპარატს. მიხეილი გამოცდილი კვალიფიციური კადრია, რომლის საქმიანობას მნიშვნელოვნად წაადგება თბილისის საკრებულოს და რაც მთავარია გლდანელებს. კენტი მიკრორაიონების ოლქში წარმოგიდგენთ ჯაბა კოღუას კანდიდატურას. ჯაბა მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში. წინა წლებში იგი ხელმძღვანელობდა პარლამენტში გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, შესაბამისად ყოველდღიური შეხება ჰქონდა მოქალაქეებთან. გლდანის მოსახლეობასთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გლდანისთვის მნიშვნელოვანია. წარმატებებს უსურვებ ჯაბას და დარწმუნებული ვარ, მას ექნება მოსახლეობის მხარდაჭერა და განადგომა. ჩემო თბილისელებო, აი ეს ადამიანები ჩემთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას თბილისის მომავალზე. ეს ადამიანები დაიცავენ თქვენს ინტერესებს საკრებულოსა და მერიაში. აქტიურად ჩაერთვებიან საკანონმდებლო საქმიანობაში თქვენი კეთილდღეობისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდასაჭერად. იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ეს არ არის მხოლოდ დაპირება. ეს არის საქმით დამტკიცებული რეალობა, რომელსაც შენარჩუნება და გამტკიცება ჭირდება. ჩვენ მზად ვართ გავამართლოთ თქვენი ნდობა და მეტი სიკეთე შევძინოთ ჩვენს ულამაზეს თბილისს. გვჯერა თქვენი მხარდაჭერის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, რადგან გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებული თბილისი და გამარჯვებული საქართველო. ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს. მადლობა. ეს ხო პირდაპირ ჩართვა მმართველი პარტიის ოფისიდან, სადაც მმართველმა პარტიამ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე, რუსთაველზე გავლებული წითელი ხაზი, ის ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას აქციაზე არ დაიშვება. პერსონა ნონ გრატა გუშინ გრიგოლ გეგელია იყო. ლელოს ერთ-ერთ ლიდერს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი დაუპირისპირდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები იყო ფიზიკური შეხებაც. ამას თავად გეგელიამ უმნიშვნელო ექსცესი უწოდა და ყველას ფოკუსის გასწორება ურჩია. გუშინ მომხდარი ფაქტის მთავარი მიზეზი ბარიერ გადალახულებს შორის გაჩენილი ბარიერია. ნაწილი ბოიკოტს აცხადებს, ნაწილი კი 4 ოქტომბრის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ასეთები კი ლელო და გახარიას პარტია. სწორედ ამის გამო გააძევეს გუშინ ხაზარაძის პარტიის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირიდან. აქციის მონაწილეების ნაწილი, ისევე როგორც ნაციონალები და ყოფილი ნაციონალები, ლელოს და გახარიას ოცნებასთან გარიგებაში სდებს ბრალს. სიტყვერი და ფიზიკური დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე გუშინ საღამოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას გამოჩენას მოყვა. მწია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილების ერთმა ნაწილმა უკმაყოფილება ლელოს წევრის მისამართით ჯერ სიტყვიერი შეძახილებით, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებით გამოხატა. დემონსტრანტების გაღიზიანების მიზეზი ლელოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა. რუსთაველის გამზირზე შექმნილი ვითარების განსამუხტად გრიგოლ გეგელიას და ლელოს წევრებს ტერიტორიის დატოვება მოუხდათ.
არის და თავდასხმას არ ქონია ადგილი. რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევას ლელოს საერთაშორისო მდივანი მასე თავდასხმად არ აფასებს. გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ოპოზიციაში არა დაპირისპირება, არამედ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და მისი ხედვა ოპოზიციის საერთო მიზნებთან თანხვედრაშია. არის, რა თქმა უნდა, აზრთა სხვაობა, მე ამას მივესალმები. ჩვენი მიზანი არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც, რა თქმა უნდა, გვექნება ძალიან ბევრ საკითხზე განსხვავებული აზრები, მაგრამ ჩვენ გვაერთებს ყველაზე მთავარი უკლებლივ ყველა პოლიტიკების გათავისუფლების ამოცანა და ღირსეული ძლიერი ქართული სახელმწიფოს მიღწევა. ამ მიზნებს ვერაფერი ვერასდროს ვერ გადასწორებს. ასე რომ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვაგზავნებთ საერთო ბრძოლას და მე რა თქმა უნდა ხელს უწვდი ყველა ადამიანს ამ ბრძოლაში. შეთავაზების მიუხედავად ლელოს მიერ გაწვდილ ხელს იმავე ქმედებით არ პასუხობენ ნაციონალურ მოძრაობაში. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ყოფილი სახელისუფლებო პარტიისთვის წითელი ხაზია. უნდა ესმოდეს ყველას იქნება ეს ლელო თუ ნებისმიერი ოპოზიციურ ფლანგზე. როდესაც ის უღალატებს მთავარ ბრძოლას, უნდა იცოდეს, რომ მას მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და უნდა იცოდეს, რომ მას მოუწევს ხალხისგან პასუხის მოსმენა. ხო მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ხო? შესაბამისად ზად უნდა იყვნენ, ხო, რომ პასუხისმგებლობა აიღონ. მხარდასაჭერად ლელოს ოპოზიციურ ველზე ახალი პოლიტიკური პარტნიორები მოევლინენ. გიორგი გახარიას პარტიაში ფიქრობენ, რომ ყველა მხარემ ბრძოლის განსხვავებულ ტაქტიკას პატივი უნდა სცეს. ერთადერთი ვის წყალწისქვილზეც დღეს აი ეს დაპირისპირება და რადიკალიზმი წყალს ასხამს, ეს არის სწორედ ოცნება. და ამიტომ ის აქციელი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ რუსთავის, ბუნებრივია არ არის მისასალმებელი, ყველას აქვს თავისი ბრძოლის ტაქტიკა და სტრატეგია. ჩვენი ბრძოლის ტაქტიკა და სტრატეგია გადის მშვიდობიან გზაზე. აქციაზე მომხდარი დაპირისპირება ოპოზიციაში არსებული დაძაბული ვითარების ლუსტრაციაა მართველი გუნდისთვის. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს შორის უთანხმოების ხარისხი იმდენად მაღალ დონეზეა, რომ ისინი ღია დაპირისპირებასაც აღარ ერიდებიან. როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებში იღებენ მონაწილეობას, ტოლტვინი არ მოსწონთ და რეალურად ხედავთ, რომ შუღლის ჩამოგდება, რომელიც გარედან დაფინანსებული ადამიანების მხრიდან ჩვენს ქვეყანაში წარმოებს სამწუხაროდ, მათ შორის უბრუნდებათ ხოლმე ბუმერანგივით ამ კამპანიების მწარმოებლებს. მავნებლობით ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელიც უფრო მეტ რესურსის ფლობელია დესტაბილიზაციისათვის და რომელიც უკეთ შეასრულებს მარიონეტის როლს. ეს რჩება დღის წესრიგში, ეს ამოცანა. მაგრამ ფაქტია, რომ ეს დაპირისპირება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ინდიკატორია, კიდევ იმ შინაარსის არის იმატარებელიც არის კოლექტიური ნაცნობრეობა, არანაირი ქმედება, რომელიც ახლოს არის საქართველოს კონსტიტუციას. თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციური ფლანგიდან არჩევნებში ლელო პარტია საქართველოსთვის და გირჩი მონაწილეობენ. ლელო კიდევ ერთ უსიამოვნო სკანდალში გაეხვია პარტიის ლიდერი, არც საშემოსავლო გადასახად სიხდი და არც ელჩთან დადებული გარიგება ასახა ქონებრივ დეკლარაციაში და საიჯარო ხელშეკრულებად სახლის გაქირავებიდან მხოლოდ 3 წლის შემდეგ დაარეგისტრირა. თვეში 7,370 евро სწორედ ამ თანხას სიხდი და პეტერ ფიშერი ხაზარაძე ჰოლდინგზე რეგისტრირებულ შენობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წლის მანძილზე მამუკა ხაზარაძეს ბიუჯეტში დაახლოებით 13,000 евро უნდა გადაეხადა. ლელოს ლიდერმა ამას გაუგებრობა უწოდა, თუმცა ამ გაუგებრობაში ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკები დაინახა. ბიუროს აინტერესებს იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული და არსებობს თუ არა მოიჯარესა და გამქირავებელ შორის სხვა სახის თანამშრომლობა. ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ მამუკა ხაზარაძის ოჯახისთვის პეტერ ფიშერს ყოველთვიურად ქირა 7,370 евро უნდა გადაეხადა. ხელშეკრულებაში შავით თეთრზე წერია, რომ გამქირავებელს მიღებული სარგებლიდან 5% საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში უნდა შეეტანა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი ლიდერის ოჯახს ბოლოს 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო არ გადაუხდია. კანონდარღვევას მამუკა ხაზარაძემ გადახდის წყაროსთან წარმოქმნილი გაუგებრობა უწოდა. დავალიანების ანგარიშწორება კი მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ფაქტით შემოსავლების სამსახური დაინტერესდა და შესაძლო კანონდარღვევაც აღმოაჩინა. სამართლებრივი დეტალების გასარკვევად კურიერი დღეს მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატსაც დაუკავშირდა, თუმცა უფლებადამცველმა საუბარი არ ისურვა. თემა ამოწურეს ხაზარაძის პარტიაშიც. თემა არის ამოწურული
თემა არის ამოწურული. საჯარო რეესტრის ამ დოკუმენტებით ცნობილი ხდება, რომ უძრავ ქონებაზე საიჯარო ხელშეკრულების ოფიციალური რეგისტრაცია მამუკა ხაზარაძის მეუღლემ მხოლოდ 4 აგვისტოს დაჩქარებული წესით მოითხოვა. ყავლაშვილის 14 ნომერში მდებარე სახლს კი პეტერ ფიშერი 2022 წლის ოქტომბრიდან ქირაობს. მამუკა ხაზარაძემ ძვირად ღირებული სახლის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი არც დეკლარაციაში ასახა. ლელოში ამტკიცებენ, რომ მათი ლიდერი საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდებას არ ცდილობდა. სავარაუდო კანონდარღვევები კი ტექნიკური შეცდომის ბრალია. ოჯახის მიმართვის საფუძველზე აღმოფხრილი არის საკითხი სრულად, ყველაფერი არის გამოსწორებული, ტექნიკური შეცდომა, რომელიც იქა დაშვებული, არის გამოსწორებული. მივა თუ არა კვალი პოლიტიკურ კორუფციამდე მამუკა ხაზარაძისა და პეტერ ფიშერის ფინანსურ ურთიერთობას შემოსავლების სამსახური და ანტიკორუფციული ბიურო სწავლობს. ქართული ოცნების ლიდერები კი დიპლომატიური და პოლიტიკური ეტიკეტის დარღვევაზე საუბრობენ. სახელისუფლებო გუნდისთვის მიუღებელია, როცა დიპლომატი სახლს ჯერ ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს, შემდეგ კი მასთან ერთად პოლიტიკურ აქტივობებში ერთვება და ღიად მხარდაჭერასაც გამოხატავს. ბნელით მოწვეული, როგორც ადრე არაერთხელ გამოაცხადეთ, ურთიერთობაა გერმანიის საელჩოთა და ხაზარაძეს შორის. პოლიტიკური ასპექტი რომ ავიღოთ, მხოლოდ არანორმალურია, არასწორია, რომ ერთ-ერთი ქვეყნის საელჩო ქირაობს ფართს პოლიტიკური ლიდერისაგან და მასვე უჭერს პოლიტიკურად მხარს. ფაქტია, რომ გადასახადი, რომელიც შემოუვიდა სავარაუდოდ ხაზარაძეების ოჯახს არ არის არსად დარეგისტრირებული, არც ხელშეკრულება ვიცით და ამასთანავე არც რაიმე თეთრი არ გადახდილა სახელმწიფო ბიუჯეტში. თავარი ის კი არის, რომ შეიტანა თუ არა თუ არ შეიტანა მამუკა ხაზარაძემ დეკლარაციაში კონკრეტული იჯარის ხელშეკრულება და აქედან მიღებული შემოსავლები და გადაიხადა თუ არა თუნდაც გადასახადები, იმიტომ რომ ის ადამიანი რომ საერთოდ საქართველოს კანონმდებლობას რომ არ ცნობს და რომ არ სცემს პატივს, ესეც არ ახალი არის. აქ თავარი არის, რომ თუ სად იყო და ვისთან იყო ეს ხელშეკრულება დადებული და ეს არის გერმანიის საელჩოსთან. აქ არის მთავარი პრობლემა, რომ გერმანიის საელჩოს აქვს დადებული ხელშეკრულება საქართველოს პოლიტიკაში ჩართულ ადამიანთან, მამუკა ხაზარაძესთან და ეს ადამიანი, ანუ ელჩი, გერმანიის ელჩი საქართველოში გვახსოვს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საპარლამენტო არჩევნების წინ ხელი-ხელ ჩაკიდებული დაყვებოდა მამუკა ხაზარაძეს და პირდაპირ ჩართული იყო მის კამპანიაში. საქმე გვაქვს თუ არა ეხლა პოლიტიკურ კორუფციასთან, ამაზე უნდა გასცეს, კეთილი იინებოს და პასუხი უნდა გასცეს გერმანიის საელჩომ და პირადად გერმანიის ელჩმა. როდის გაფორმდა მხარეებს შორის ხელშეკრულება და აპირებს თუ არა პეტერ ფიშერი მამუკა ხაზარაძესთან ფინანსური ურთიერთობის გაგრძელებას, დიპლომატიც და დიპლომატიური უწყებაც ამ დრომდე დუმს.